დაკვლავ საქართველო. მართალია ის სახალხო მხატვარი არ ყოფილა, თუმცა გარდაცვალების შემდეგ მას სწორედ ასე მოიხსენიებენ. დღეს თენგიზ მირზაშვილის დაბადების დღეა. საზოგადოებას თავი მან არამხოლოდ თავისი ნახატები დაამახსოვრა, ის 100-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორია. თენგიზ მირზაშვილის გამოფენები ევროპის მრავალ ქვეყანაში იმართებოდა. 5 წლის წინ გარდაცვლილი მხატვარი დღეს მეგობრებმა გაიხსენეს. ხატავდა ყველგან და ყოველთვის. თუმცა სახელოსნოში ხატვა ყველაზე მეტად უყვარდა. მაგიდებზე ერთდროულად რამდენიმე ტილოს გაშლიდა. ერთს იწყებდა, მეორეს ასრულებდა, მესამეზე ფიქრობდა. ხატავდა სტუმრებთან ერთად და მათ გარეშე. თენგიზ მირზაშვილის მეგობარი და მასზე დაწერილი სტატიების ავტორი, ხელოვნებაცოდნე დავით ანდრიაძე ჩუბჩიკას პირველ გამოფენას იხსენებს. ეს სულ პატარ-პატარა ნამუშევრების ფორმატის არაჩვეულებრივი გრძნობა ჰქონდა მას და ძალიან კარგად იცოდა, თქვა, სადამდე გაწვდებოდა მისი, ასე თქვა, და ის შინაგანი ემოციურობა რამდენად გაწვდებოდა სურათის ფორმატსა და აი სათქმელი, აქ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც იაპონური ტანკას პრინციპით მუშაობდა, მინიმალიზმი ჰქონდა, მინიმალიზმის არაჩვეულებრივი გრძნობა ჰქონდა და ასეც არაჩუჭყინებდა ნამუშევრს. ეს არის კადრები მისი ბოლო გამოფენიდან. თენგიზ მირზაშვილი 2008 წელს გარდაიცვალა. მის კიდევ ერთ მეგობარს ამირან არაბულს მძიმედ ავადმყოფი ჩუბჩიკა ახსენდება. სასწრაფო დახმარების რეანიმობილში მას დაუმთავრებელი საქმეების მოგვარებას რომ სთხოვდა. აი არ მოვიწყდება რომ თავით უდექით 2-3-4 ვიყავით ბიჭები და აი იქ რომ კარნახობდა და მთხოვდა დღეს რომ იქ მიხოდო ამ სტატიას მიიტანო და აი აქ შეცდომარი და ამას ჩაასწროდება აუცილებლად. აი ეგეთი იყო ბოლომდე ის არ ფიქრობდა იმ ავადობაზე, სნეულებაზე, არ ჩერდებოდა საერთოდ. ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე ამბობს, რომ ყველაფერს შეელევა ამ ნახატების გარდა. ისინი თენგიზ მირზაშვილმა აჩუქა. ეს თუშეთია. საქართველოს ეს მხარე მხატვარს განსაკუთრებით უყვარდა. მოსწონდა თუში ქალების მიერ ნაქსოვი წინდისფერები და გაცრეცილი ყაყაჩოები. მახსოვს ვიყავი ძალიან ავად ერთხელ ეს ნახატი. და ნუცუბიძეზე ვცხოვრობდით და ის და ამირანი მოვიდნენ ერთად. შემოვიდნენ და ესე მესროლას საწოლში ამირან და ის გაჩნდა და აი ახლა მორჩები, როცა ამას ნახავ რომ შენია. ეს თენგიზ მირზაშვილის რედაქტორობით გამოცემული ბოლო წიგნია, სადაც მისი ნახატების გარდა ყველა იმ მხატვრის სურათი გაერთიანდა, რომელსაც ჩუბჩიკა ეთაყვანებოდა. წიგნის დასრულებას მოუთმენლად ელოდა, თუმცა მის გამოცემამდე გარდაიცვალა.